99 ოფიციალური შეტყობინება ბავშვთა მიმართ ძალადობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოში შესული მონაცემების დეტალები და ომბუდსმენის მწვავე ანგარიში. გიორგი ტუღუში ჯანდაცვის მინისტრს რეკომენდაციებს აძლევს სახალხო დამცველი 500 გვერდიან დოკუმენტში დეტალურად საუბრობს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების უხეშდარღვევაზე. დასკვნა უკვე წაიკითხა ანდრია ურუშაძემ. მოხსენებაში წერია, რომ ბავშვებს შორის განათლების უფლებაც ირღვევა. რატომ არაპირებს განათლების უწყება ომბუდსმენის რეკომენდაციების გაზიარებას? რას პასუხობს ურუშაძე ტუღუში და კიდევ რა წერია მწვავე დასკვნაში? თამთა სანიკიძე განაგრძობს საუბარს. ირღვევა თუ არა საქართველოში ბავშვთა უფლებები? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი გიორგი ტუღუშმა აი ამ 25 გვერდიან მოხსენებაში გასცა. ეს არის ცალკე გამოყოფილი თავი 500 გვერდიანი მწვავე ანგარიშიდან, სადაც რამდენიმე მიმართულებაზე აქცენტი გაკეთებული. ეს არის ძალადობრივი შემთხვევები მოზარდებზე, ასევე განათლების მიღების უფლება, სასამართლო გადაწყვეტილებების ზემოქმედება ბავშვებზე და არასრულწლოვნების მართლმსაჯულება. თუმცა ყველაზე დიდი ადგილი ამ მოხსენებაში მაინც ძალადობრივ ფაქტებს უკავია. აღმოჩნდა, რომ წელსაც ძალადობა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. გაირკვა, რომ ფიზიკური ძალადობის გარდა ბავშვები ასევე განიცდიან ხშირ შემთხვევაში ემოციურ ძალადობასაც, რომელიც მოზარდებში მძიმე ფსიქოლოგიურ კვალს ტოვებს. 2010 წლის იანვრიდან 2010 წლის ნოემბრის ჩათვლით ბავშვთა მიმართ ძალადობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოში 99 შეტყობინება შევიდა. მათ შორის 33 ფიზიკური, 4 კი სექსუალური ძალადობის ფაქტი. მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბავშვების 79.8% ფიზიკურ ძალადობას განიცდის. მათ შორის 19% 1 წლის და უფრო დაბალი ასაკისაა. ეს არის ნაწყვეტი სახალხო დამცველის 500 გვერდიანი ანგარიშიდან. ცალკე გამოყოფილი თავი სახელწოდებით ბავშვთა უფლებები თავისი შინაარსით მწვავეა. მოხსენებიდან ირკვევა, რომ ძალადობა პატარების უფლებების დარღვევის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. ხშირ შემთხვევაში მიზეზი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია. როგორც კვლევები, ასევე გარკვეული ფაქტობრივი მონაცემები მოწმობს იმაზე, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა ოჯახში არის საკმაოდ მძიმე პრობლემა, რომელიც დღესდღეობით არსებობს. არის სხვა პრობლემებიც, რომლებიც საკმაოდ აქტუალური ამ კუთხით, ეს ეხება როგორც ძალიან ხშირად სხვადასხვა ფაქტების დამალვას და მათ არ გამოტანას სააშკარაოზე, ასევე მთელი რიგი უწყებებიდან გულგრილ მიდგომას საკითხისადმი. ომბუდსმენის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრმა 1 წლის განმავლობაში ათეულობით განაცხადი მიიღო. ყველგან თითქმის ერთმანეთის მსგავს შემთხვევებზე წერდნენ, როგორც ძალადობდნენ ბავშვებზე ოჯახში ან სახლის გარეთ. ფაქტების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ სოციალური მუშაკები ძალადობის ფაქტებს ზოგჯერ ვერ აფიქსირებენ. ამიტომ 25 გვერდიან ანგარიშს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ პრეტენზიები და კონკრეტული შემთხვევებიც ერთვის. ერთი თვის ბავშვზე განხორციელებული ძალადობის დროს სოციალური აგენტი მხოლოდ მშობლის ნაამბობს დაეყნო, რაც არასწორია. ოჯახი, სადაც ბავშვი სავარაუდოდ ამორალური ქცევით გამორჩეულ დედასთან იზრდებოდა, სოციალური მომსახურების სააგენტომ მზრუნველ გარემოთ შეაფასა. სოციალურმა აგენტებმა აღარ შეამოწმეს იმ ბავშვების საცხოვრებელი პირობები, რომელიც დედასა და ბებიას შესაძლოა საზღვარგარეთ სხეულის ვაჭრობის მიზნით წაიყვანათ. ერთი შემთხვევა ჰქონდა, როდესაც ბავშვი რამდენიმე თვის მოხვდა საავადმყოფოში ძალიან სერიოზული დაზიანებებით და როდესაც ჩვენ ვთხოვეთ, რომ შეესწავლოთ ეს ფაქტები, ისინი დაეყრნენ პოტენციური მოძალადის მონათხრობს, იმის შესახებ, რომ ძალადობა არ განხორციელებულა. რახან ძახი სახალხო დამცველი ესე იგი მოხდა. ჯანდაცვის მინისტრმა ანგარიში უკვე წაიკითხა. სახალხო დამცველის პრეტენზიებს ანდრია ურუშაძე იზიარებს და მზად არის რეაგირების მიზნით ყველა ფაქტი შეისწავლოს. ეს დასკვნა თვითონ სახალხო დამცველის დაგვეხმარება, თითოეული ესეთი შემთხვევა განვიხილოთ, შევისწავლოთ, გავაკეთოთ ზოგადი დასკვნები, რა იყო მიზეზი კონკრეტულად ამ დარღვევის, იყო ეს თქვათ რომელიმე კონკრეტული თანამშრომლის უგულო დამოკიდებულება, თუ ეს იყო ზოგად სისტემური ხარვეზი. ჩვენ პირველ რიგში უპასუხებთ ერთსაც და მეორესაც. მოხსენებაში წერია, რომ ბავშვებს შორის ირღვევა განათლების უფლებაც. დასკვნის მიხედვით მშობლები და მოსწავლეები სწავლების დაბალი დონით ან პედაგოგთა არაკვალიფიციურობის გამო ხშირად უკმაყოფილოები არიან. ხშირად ბავშვების განათლების მიღების უფლება დოკუმენტაციის მოუწესრიგებლობის გამო იზღუდება. პრობლემად რჩება სკოლებში ძალადობრივი ფაქტებით. განცხადებებში მშობლები კვლავ მიუთითებენ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. თქვენ ეთანხმებით აქ გამოთქმულ შენიშვნებს სახალხო დამცველისას თუ თლიანად მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ იმაზე. რატო? არ არის, იმიტომ რომ მან ზუსტად დეტალურად არ არის განხილული, კონკრეტული ფაქტები არ არის მოყვანილი. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ფაქტები იქნება, ჩვენ ნებისმიერ დროს სათავართ რომ მოვახდინოთ ხმაზე შესაძლებელი რეაგირება.
ბავშვთა უფლებებზე მომზადებულ ანგარიში ცალკე გვერდი აქვს დათმობილი იმ პატარების ცხოვრებას, რომლებიც არასათანადო პირობებში იზრდებიან. ტუღუში გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევას იშველიებს და წერს. საქართველოში მცხოვრები ბავშვების 28% და მათი ოჯახების სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ანუ მათთვის ცხოვრების სათანადო პირობები უზრუნველყოფილი არ არის. და ჩვენ ამავე მოხსენებიდან ვგებულობთ, რომ ბავშვებზე ძალიან მძიმე და უარყოფით შედეგებს ახდენს ასევე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც გიორგი ტუღუში წერს. ივლისში სამშობლოში დაბრუნებულ ტრაფიკინგის მსხვერპლ ქართველ ქალს უზენო აისმა სასამართლომ ისევ უკან დაუბრუნა გაშულებული ბავშვი, თუმცა შვილს ბიოლოგიურ დედასთან ცხოვრება აღარ სურდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც აღსრულდა, რის გამოც მოზარდს ძალიან მძიმე ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა. მარტო სახალხო დამცველის ბოლო მოხსენებაში ჩვენ ასეთი 3 შემთხვევა ამოვიკითხეთ.